კიდევ ვფიქრობ, რომ ვინ უშლიდა გახარიას ხელს, როდესაც იყო შიდა გასაქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, რომ დამნაშავეები წინა ხელისუფლების დროს თქვენ რომ ახლა საუბრობთ რატო არ დაიჭირეს, რომ დაესაჯა, ვინ უშლიდა გახარიას. ძალიან ბევრი დამნაშავე იყო დასჯილი და არის დასჯილი. დანარჩენი რატო ვერ დასაჯეს? რეჟიმის გასამართლებაზე არის საუბარი, ხო? და ეხლა თქვენ თუ იმაზე საუბრობთ, რა ხდებოდა გახარიას დროს, მე აქეთ შემოგიყვანებ. აი ვინ დაისაჯა გახარიას დროს? ნუ ხარ ძალიან ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს და მოიხადა კიდეც. ეს გახარიას დამსახურებით მოიხადა? მათ შორის, მაგრამ აქ ეს არ არის მნიშვნელოვანი. აქ თავი არის ის რა ხდებოდა გახარიას დროს და რა პოლიტიკური სიტუაცია იყო და ეხლა თუ გადავალთ ამ დღევანდელ ასე ვთქვათ მთავარ თემებზე მე მინდა გაგახსენოთ რომ იგივე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა იყო უმაღლეს დონეზე აყვანილი სწორედ გახარიას პრემიერობის დროს. ასევე მინდა გაგახსენოთ რომ ევროკავშირში აი ეს ეგრეთ წოდებული ტრიო რომელიც იყო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აი ამ ტრიოში ლიდერობა სწორედ საქართველოს ეკუთვნოდა და საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული აი მართლაც რომ უნიკალური პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით რომელიც სწორედ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ არათუ გაფუჭდა და დაზიანდა, არამედ ხო დღეს კარგად ხედავთ რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროპულ მომავალს ნუ რა საფრთხეს უქმნის. აი მუდმივად